გადარჩა ზურა ჭავჭავაძე, ამას ყველა ამბობდა და ეს მერე რაც მოხდა, იყო სრულიად მოულოდნელი. აბსოლუტურად მოულოდნელი, იმიტომ რომ 21 დეკემბერს გარდაიცვალა და მეორე დღეს უნდა შევსულიყავით და ჩვენ გვენახა. ანუ უკვე ისე იყო მდგომარეობა, რომ უნდა შევსულიყავით და გვენახა მამა. არც იყო ლაპარაკი, ანუ ამ 1%-ზე იყო მხოლოდ ლაპარაკი და ის 1%-იც მე მეგონა რომ აი 101-ია. რაღაც ძალიან მშვიდად ვიყავ. ხო, მე ნელ-ნელა დაიმედება მოყვა ამ სიტუაციას. ხო, იმიტომ რომ გონს მოვიდა დეკემბერში. ურთიერთობდა? არა, თვალებით მხოლოდ. ძალიან ისეთი ის არის დედასული იყო. მიდიოდით საავადმყოფოში. ჩვენ არ გვიშოდნენ რეანიმაციაში, მხოლოდ დედა. ოფიციალური ვერსია მაშინ იყო ის, რომ ჰეპატიტი ხალხში ეგრევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰეპატიტი შეყარეს. ეს ნუ ალბათ თელი ცხოვრება ეს კითხვა შენი ცხოვრების ნაწილი გახდა, ჯერი ავარია და შემდეგ უკვე მისი გარდაცვალება, ხო? დედა რას ამბობს? დედას არ უნდა რომ ამ თემაზე არ უნდა რომ არ უნდა რომ დაუშვოს რომ ვინმე შეყარა ძალით და იმდენ წამალს იღებდა რომ ალბათ ხვიძმა ვერ გაუძლო. ანუ მისი ვერსია ესეთი არის. ამას ამბობს დედა და დანარჩენები ვინც რას ამბობს. შენ ახლა ცოტა ირონიით არა, ირონიით არა, უბრალოდ ჯერა დედის ვერსიის? არ მჯერა. ახლა გასვამბობ.